რომ დაგანახოთ ჩვენი ჟურნალისტების მდგომარეობა, მიხვდებით იმასაც, რომ როგორ ყველას ფეხებზე კიდია საკუთარი თუნდაც 5 დღის წინ ნათქვამის სიტყვა. როგორ ყველას ფეხებზე კიდია სინამდვილეში პატიმართა ოჯახის წევრები და მათი ინტერესები. გრიგოლია ცოტა ხნის წინ ლანძღავდა ხალხს, რომ ვინმე თუ მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება ამ ოჯახების მოღალატე. ამას იძახდა ქალბატონი ეკა მიშველაძე თუ არ ვცდები რამდენიმე დღის წინაც. მე ახლა ველოდები როგორ გადაიხდის ზედმეტ პრემიას ხაზარაძე და როგორ აჭიკჭიკდებიან ესენი სხვადასხვანაირად ისე ამას არც კი შეიმჩნევენ. ერთი კვირის წინ რომ გატყუებდნენ რომ ეს არ შეიძლება ეს არის ამის ღალატი, ეძახდნენ მოღალატეებს. ჩვენ ვიცოდით რომ ეს გიჟობა მოხდებოდა. მას შემდეგ რაც ბოიკოტი არ შედგა, მას შემდეგ რაც ამ ხალხმა არც დაფინანსებაზე თქვა ყველამ უარი და არც ჩვენთან დაკავშირებით დააფიქსირეს მკაფიო პოზიცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს გიჟობას ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, ამიტომ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ხოლმე ინდივიდუალურად, იმისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მისია ისაა, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, სხვები დასუსტდნენ, ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომლებიც ხელს გვიშლიან, რადგანაც მივხვდით ამ სიგიჟეც აქ რაც ხდებოდა, ვიცით, რომ ესენი არანაირი ბოიკოტის დამაორგანიზებლები არ იყვნენ, არანაირი ერთიანი კანდიდატების დამაორგანიზებლები არ იყვნენ, გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ თავს მივხედოთ ამ გიჟებს შევეშოთ. და ამან გამოიწვია ლანძღვა. ახლა ერთმანეთს ლანძღავენ ახლები და ლელოები, ნაცები და გახარიები, პრეზიდენტი და ვიღაცა. მაშინ, როდესაც წინა საარჩევნოდ ესენი ყველა ერთად, მათ შორის ნაცების და მიშას კურთხევით, ხალხს ატყუებდნენ, რომ 4-5-95 თითქოს რამე შვება და ღირებულება იყო და თითქოს ეს იყო გამარჯვების გზა.